თბილისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრთან ერთად ახალციხეში იმყოფებოდა, სადაც მოწყვლადი კატეგორიის დევნილ ოჯახებს დამდეგი შობა ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები პირადად გადასცა. შობა ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ უკიდურესად შეჭირებულ და მრავალშვილიან 2000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა. ჩვენს დევნილ მოსახლეობას მიულოცეთ შობა ახალი წელი, პირადად ვესტუმრეთ ოჯახებში, გადავეცით საახალწლო ნობათი. მინდა სრულიად საქართველოს და განსაკუთრებით დევნილ მოსახლეობას მიულოცო ახალი წელი და უსურო ჯანმრთელობა, ბედნიერება და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის გაერთიანება. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ვიმყოფებოდით ახალციხეში დევნილთა ჩასახლებაში, მიულოცეთ ჩვენ დევნილებს ახალი წელი. უსურვებთ მარტივ ბედნიერებას, წარმატებას, რაც ყველაზე მთავარია მალე სოხუმში, აფხაზეთში გვეზეიმოს ერთიანი საქართველოს გაბრწყინება, გაძლიერება და რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გქონდეს ჩვენ დევნილებს ჩვენი იმედი და ჩვენ შევეცდებით მათ მიმართ ყურადღება მაქსიმალურად გამოვიჩინოთ. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგის და ბატონ დავითს, რომ ჩვენთან მობრძანდნენ, მოგვილოცეს ახალი წელი, გაახარეს ჩემი ბავშვები და ძალიან დიდი მადლობა ყველას მოგილოცავთ შობა ახალ წელს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ბედნიერება და ყველაფერი კარგი.